პარლამენტში არ შემიშვეს, ამიტომ გადავწყვიტე ახლა პარლამენტთან გამვლელებს ვკითხო, თუ ნახეს BBC-ს გამოძიება. გამარჯობა, შეიძლება გკითხოთ, BBC-ს გამოძიება თუ ნახეთ? არა, ვერ გეტყვით. არ გინახავთ? ნახე როგორ არა. და რა შტაბეჭდილება დაგჭათ? ვერ გავაკეთებ კომენტარს რა. არ გაგიჩნდათ კითხვები? კითხვები ბევრ რამეზე მაქვს, მაგრამ აი მაგალითად რა იყო თქვენთვის საინტერესო? არ მინდა საუბარი, იმიტომ რომ კითხვები ბევრ რამეზე მაქვს. და პასუხები არავის არ აქვს. საჯარო დაფიქსირება რატომ არ გინდათ? აზრი აღარ აქვს, აღარაფერს დაგვიკითხე. დავნებდეთ? მოგწამლონ, გაგუგუდონ? მოწამლულები ვართ უკვე. ამიტომ არ ვიცი, ვერ გეტყვით ვერაფერს რა. ფრაგმენტები ვნახე. მე მგონი ყველაფერი გასაგებია. ხო, ამ ფილმში მოთხრობილია, როგორ გამოიყენა ივანიშვილმა აკრძალული ქიმიური იარაღი ხალხის წინააღმდეგ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს, რომ საკუთარ ხალხს წამლავდნენ, მოწამლეს. და დანაშაულია, საერთაშორისო დანაშაული, მე ესე ვფიქრობ და ვფიქრობ გამოიძიებენ ამ საკითხს როგორც საერთაშორისო გამოძიები. დიახ, საერთაშორისო გამოძიება. შეიძლება საქართველოშიც ადრე თუ გვიან რა. და ყველას თავის მიეზღება. ხო, ფაქტობრივად გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რომელიც ომშიც კი აკრძალულია და ეს არის დანაშაული. ეხლა ქართული ოცნება გვეუბნება, თითქოს სხვა არის ომის პარტია და თვითონ გამოუცხადა ომი საკუთარ მოქალაქეებს. ეს არის დანაშაული და პასუხი უნდა აგოს ვინც არის ამ დანაშაულში გარეული ყველა. თქვენ ალბათ ნახავდით, ყოფილმა შსს მინისტრმა გომელაურმა თქვა, რომ კი, ჰქონდა ეს ნივთიერება საცალფეშიო. მერე გეკა გელაძემ თქვა, რომ არ გვაქო. თითქოს მერე გადააბრალეს, რომ აი ნაცებმა შეიძინესო და თუ ნაციონალური მოძრაობის დროს იყო შეძენილი, თუნდაც თვითონ რატო არ გაანადგურეს, როცა საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა, რომ უნდა ყოფილიყო მიმოქცევიდან ამოღებული ეს ნივთიერება. ან ვისჯერა ეხლა, რომ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ეს არ გამოიყენეს და საცავებში ინახავდნენ ამას უბრალოდ შესანახად და არა გამოსაყენებლად. მე მგონი არავის არ ჯერა და ეს უბრალოდ თავის მართლების რეჟიმია და გადაბრალების მეტი არაფერი. დანაშაული მე მგონი სახეზია. ხალხის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. თქვენ ხომ არ ყოფილხართ ამ დარბოვის დროს? წყლის ზემოქმედება როგორი იყო თქვენზე? თქვენ სირგლივ ადამიანებს ხომ არ აქვთ ის სიმპტომები, რაც აქვთ, ჰქონდათ ამ საკითხზე საუბრობენ და ვფიქრობ, უნდა მიიღონ მათაც მიცენ ჩვენება გამოძიებას, როცა მივლენ მათთან გამოძიებდნენ. როგორ წამლავდა ივანიშვილი ქიმიური იარაღით ხალხს, თუ ნახეთ ეს გამოძიება და რა შტაბეჭდილება დაგჭათ? კარგი შტაბეჭდილება ვერ დამრჩებოდა, რა თქმა უნდა. რა კითხვები გაგიჩინათ ამ გამოძიებამ? ძალიან ბევრი კითხვა და როგორც მინიმუმ თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გითხრას რა გამოიყენეს. ხო, გითხრეს ოღონდ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები, გომელაური ამბობს, რომ ჰქონდათ ეს ქიმიური იარაღი, შემდეგ გეკა გელაძემ უარყო. ხო, პირველი შემთხვევა არ არის, რომ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციას უსმენ თავებს. გჯერათ ამ გამოძიების? კი, ჯერა და ძალიან ბევრი ადამიანისგან ვისმენ, რამდენი გართულება ჰქონდათ, მათ შორის ჩემს ნაცნობებს, იმის შემდეგ რაც აქციებზე დადიოდნენ და ამ დარბევაში მოხვდნენ. რა გართულებები იყო? მაგალითად, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები დღემდე აქვს რამდენიმე ადამიანს, დღემდე იყენებენ, აი არ მახსოვს ზუსტად რა ქვია, მაგრამ ჩასასუნთ საშუალებას, რომ უფრო მოგცათ ისუნთქვან. და დაამწუხარ იმაზე, რაც თქვენ შეგემთხვათ და ისიც რომ იმაზეც რომ დღეს საერთოდ ნული არის რეაგირება. ხო, ახლა სუსი უბრალოდ იმას ცდილობს, რომ დააშინოს BBC-ს ფილმის რესპონდენტები და რეალურ გამოძიებას არც აპირებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც რა მოლოდინი გაქვთ ეს მართლაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რანგში გადის ეს საქმე და ადრე თუ გვიან, რა ვიცი, ჰააგა იქნება ეს თუ სხვა საერთაშორისო ტრიბუნალი, მოუწევთ ამაზე პასუხისგაცემა. ახლა რა მოლოდინი გაქვთ გამოძიების კონტექსტში? მოლოდინი რა თქმა უნდა არ მაქვს, რომ რეალური გამოძიება იქნება. მოლოდინი არის და რასაც ვხედავთ არის ის, რომ ის მაგალითად რომ ეს გამოიძიონ, იბარებენ იმ ადამიანებს, ვინც მსხვერპლი არიან ყველაფრის იმის, რაც ხდებოდა და ადრეც და ეხლა გრძელდება. გამარჯობა, შეიძლება გკითხოთ აზრი BBC-ს ფილმზე, როგორ წამლავდნენ ქიმიური იარაღით მოქალაქეებს, თუ ნახეთ ეს გამოძიება? სტატია წავიდით. და რა შტაბეჭდილება დაგჭათ? რას ფიქრობთ? რას უნდა ვფიქრობდე, კატასტროფაა. ჯერათ ამ გამოძიების? კი. რატომ? BBC-ია ჯერეთ.
მეც თუ შევეცარ. თქვენც იყავით ამ აქციებზე? გქონდათ იგივე სიმპტომები, რასაც ყვებიან ამ ფილმში რესპონდენტები? აი ესე დეტალურად არ მეყურებია სტატია წავი. ხო, მაგრამ გართულებები ჯანმრთელობის თქვენს გქონდათ? მცირე. როგორ წამლავდა ივანიშვილი ქიმიური იარაღით ხალხს? რატომ ეღიმებათ? როგორ რატომ ეღიმება? იმიტომ რომ ტყუილია. კობახიძემ გითხრა რომ თავისუფალი და გავლენიანი საერთაშორისო მედია BBC-ო თავის დროზე ასე აქებდა. მე რამდენად ახლა აღარ მოგწონთ BBC? არა, იცით რა გითხრათ? თავისუფალი მედია, მე რა თავისუფალი მედია რა შუაშია. არ მოგწამლა ივანიშვილმა? არა, გენაცვალე, ეს არის ფეიკი, იცი ვისი? აი მეების რა. მე ვიყავი აქ და წყალი წვავდა. არაფერი, მეც ვიყავი და არაფერი არ არ დაგწვავ? არა. ტყუილია. როდის იყავით თქვენ? 9 აპრილს ხო არ იყავით? 9 აპრილსაც ვიყავი. ხო, იმიტომ რომ იგივე ეფექტი ქონდა ამ გაზსაც. არაფერი ეფექტი არ ქონდა. აქ არაფერი არ ქონდა. პირველი მსოფლიო ომის დროს მიღებული ეს არის მოგონილი. გომელაურმა თქვა და არაფერი არ დაუდასტურებ ეს თქვენ. გომელაურიც ნაცი ხომ არ არის? გომელაური არ ვიცი რა არის. გომელაურის არ მომსმენია, მაგრამ ეგ არის ტყუილი, სუფთა წყლის ტყუილი. გომელაური ანუ მაგრად იტყუება ეს. არ იტყუება არასდროს. იცი ვინ იტყუება? იტყუება ეს უსუფაშვილი, ხიდაშელი, ეს ვინც არიან ეს ოპოზიცია? არ მივათვლი, იმიტომ რომ არ იტყუება. თუ არ იტყუება, ესე იგი ქიმიური იარაღი ინახება. არ ინახება არსად. პირველ მსოფლიო ომის დროს მიღებული არსად. გომელაურმა თქვა ასე. მთელი მსოფლიო ამბობს და გამოვიდა. არ მოусმინეთ თქვენ გომელაურს? იცით რა არის? გომელაურს არა. დღევანდელ მინისტრს მოусმინე გეკა გერაძეს, რომელიც ამტკიცებს გომელაურის აზრი არ გვაინტერესებს? საერთაშორისო, არა, საერთოდ დღეს არის ებოდეს მინისტრი. გომელაური იყო როცა გვარდებდნენ. არ მაინტერესებს დღეს საერთაშორისო. გომელაური იყო როცა გამოიყენეს ეს ქიმიური იარაღი და მანუკეთ არ იცი? საერთაშორისო ისინი მოითხოვეს ჩამოვიდნენ, გამოიძიონ და თუ დაამტკიცებენ, თუ არა ცილის ამბისთვის ჩახუნაშვილი თავის შვილთან ერთად უნდა ჩახუნაშვილი არ ამტკიცებდა რა ნივთიერება იყო ეს. ჩახუნაშვილმა უბრალოდ არა, ჩახუნაშვილმა შეისწავლა რა სიმპტომები ხონდა ხალხს. იცი რა არის? BBC დოკუმენტები მოიტყოლა. ევროკავშირის ბერვა მისიძახის. ჯერა კობახიძე აქებდა BBC-ს ძალიან კარგი ტელევიზია. ევროკავშირის ჯერა ჩაბოკარგო. BBC-ს აქებდა კობახიძე. BBC-ს აქებდა კობახიძე მაგრამ. ჯერა. და ახლა რატომ არ ჯერა? ევროკავშირის ჯერა. გავლენიანი თავისუფალი მედია არის. ჯერა. BBC-ს ფილმს კიდე ერთხელ უყურეთ. იქ დოკუმენტები შინაგან საქმეთა სამინისტროდან წყარო მიაწოდა, სადაც წერია რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს ხალხის წინააღმდეგ. BBC-ს ფილმი კიდევ ერთხელ ნახეთ. მე მგონი საერთოდ არ გინახავთ, მაგრამ მაინც. კი ბატონო. BBC-ს ფილმი ნახეთ, იქ დოკუმენტებია. ჩახუნაშვილები არაფერ შუაში არიან. ჩახუნაშვილებმა უბრალოდ გამოიკლიეს რა სიმპტომები ქონდა მოწამლულ ხალხს. რა ნივთიერება გამოიყენა ივანიშვილმა ხალხის წინააღმდეგ, ეს დასტურდება თავად ამ სისტემიდან მიღებული დოკუმენტებით, რომელიც BBC-ს მიაწოდა წყარო. ჩახუნაშვილებს რომ ვაბრალებთ ახლა რაღაცებს. ჩახუნაშვილებმა უბრალოდ სიმპტომები შეისწავლეს. საკუთარ თავზე გამოვცადე. თავად გამოსცადე? კი ბატონო. როდის? დეკემბრის აქციებზე აქ რო ვიდექით, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. შეგიძლიათ გითხრათ რა შედეგი ჰქონდა ამას თქვენს ჯანმრთელობაზე? კი, ორსულად ვიყავი მაგ პერიოდში, არ ვიცოდი, რა ორსულად ვიყავი, აქ რო ვიდექით და რო წამოვდნენ და გაზის ბალონებს რო გესროდნენ და წყალს, რომელშიც არ ვიცი რა იყო გარეული, მაგრამ რავი, არ ვიცი რა შედეგი გამოიღო, საკმაოდ რთული ორსულობა მქონდა და არ ვიცი ეს კავშირში არის თუ არა მაგასთან, მაგრამ როგორც გამოვცადე საკუთარ თავზე. კვლევები, რომელიც საფუძვლიანი იყო, ასკვნის რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა ადამიანებს, ვინც ამ წყლის ჭავლის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა. ეხლა ირმა ზავრადაშვილმა გაიარა აქ ჩავწერე დეპუტატი ქართული ოცნებიდან და ასე მითხრა თქვენ იგონებთო ეს წყალი სულაც არ წვავდაო. ყველაფერზე მაგას. ნამდვილად წვავდა ეს წყალი, იმიტომ რომ მეც აქ ვიყავი აი ზუსტად ამ ადგილას, როცა დავსველდი ამ წყლით და მეწოდა მთელი სხეული. ანუ თითქოს ფიზიკური წვა იყო გარდა იმისა, რომ რაღაცა იმ გაზის რაღაცა შიგნით რესპირატორული ორგანოები და ყველაფერი გვეწოდა, მაგრამ აქ იყო ფიზიკური წვა. ასე რომ ნამდვილად იყო. შენ ხო არ იყავი აქ? სუში ძალიან პატარა იყო. ხო, არ ვიცი, ასე მითხრა რომ იგონებთო ესო სულაც არ იყო ასეთი წყალიო. ყველაფერზე მაგას წახე და საერთოდ ვიგონებთ რომ ამდენი ხანი ვაპროტესტებთ, არ ვიცით ალბათ რას. რაღაცა პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ და გააქვთ მოლოდინი იმედი რომ ამ
გამოძიებას, რეალური შედეგი მოჰყვება საერთაშორისო საერთოდ ამ ყველაფერს რეალური შედეგი მოყვება და ამ პროტესტს რეალური შედეგი მოყვება და დადგება ის შედეგი, რისთვისაც ამდენი ხანი, რა ვიცი, ყველანი ვიბრძვით. გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ცივილიზებულმა სამყარომ აკრძალა, რადგან ხანგრძლივ ზემოქმედებას იწვევს ადამიანებში. კი, ვნახე და დიდად არც გამიკვირდა სამწუხაროდ. მეც ვერაფერს გეტყვით. რატომ არ გაგიკვირდათ? მეც ვიყავი მონაწილე აქციების და პირადად გამოვცადა ის გაზიც. დარბევაც ყველაფერი. ეხლა ქართული ოცნების დეპუტატმა ჩაიარა აქ და ვკითხე, რას ფიქრობთ ამ გამოძიების შესახებო. იგონებთო ეს წყალი სულაც არ წვავდაო. მე აქ ვიყავი, ეს წყალი მომხვდა და როგორც ცეცხლის წაკიდება, ასეთი ეფექტი ჰქონდა. თქვენ როგორ აღწერთ ამას? მე სუნთქვა მიჭირდა ძალიან და ჩემდა დიდად იმოქმედა. არ გამიკვირდაო, ასე მითხარით. ანუ ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს ელოდებით, მათ შორის ომის დანაშაულებს, საერთაშორისო კონვენციით აკრძალული იარაღის გამოყენებას. ასეთ გარემოში აქ ცხოვრება როგორია? რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ გავქნათ. ვიღაცა ხომ უნდა დარჩეს.